მოგესალმებით ძვირფასო თანამემამულენო. დღეს ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვან თემას შევეხებით და ეს უკავშირდება ისრაელსა და ირანს შორის განახლებულ დაძაბულობას და შესაძლო ომს, რომელიც პრინციპში ბევრი ექსპერტის შეფასებით, მათ შორის ჩემი შეფასებითაც გარდაუვალი არის და დროის საკითხი არის, როდის მოხდება ახალი ომი ისრაელსა და ირანს შორის. ამას გამიხილავთ ახლა დეტალურად, რატომ, რა მიზეზები გააჩნია ამას. რა შედეგები შეიძლება კონდეს, საკმაოდ საინტერესო მნიშვნელოვანი საკითხია. პირველ რიგში გთხოვთ, რომ აუცილებლად დაალაიქოთ ეს ჩვენი ანალიზი, ისე როგორც დაწერეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში, გაავრცელეთ ეს ანალიზი, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი არხის განვითარებისთვის, რომელსაც ახლა ვცდილობთ და ვფიქრობ, რომ ერთობლივად შევძლებთ ძალიან საინტერესო პლატფორმის ჩამოყალიბებას საერთაშორისო მნიშვნელოვანი მოვლენების ანალიზისთვის. რამდენიმე დღის წინ ირანმა განახორციელა მასშტაბური წვრთნა თავისი ბალისტიკური რაკეტების შეიარაღებული ძალების და ეს იყო პირველი პრინციპში ასეთი ღია დემონსტრაცია იმისა, რომ ირანმა განაახლა და გარკვეულწილად აანაზღაურა მათ შორის ის ზიანიც, რომელიც ირანს ჰქონდა ომში, რომელიც ივნისში 2025 წლის გაიმართა 12 დღიანი ომი, როცა ისრაელი და შემდეგ უკვე შეერთებული შტატები საჰაერო დარტყმებს ახორციელებდნენ მთელი ირანის მასშტაბით. ძირითადი მიმართულება იყო, რა თქმა უნდა, ასევე არამხოლოდ ბირთვული ობიექტების განადგურება, არამედ ასევე ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობების შემცირება, განადგურება. ამავე პერიოდში ჩვენ ვნახეთ, რომ ირანმა განახორციელა დარტყმები ისრაელის წინააღმდეგ და რამდენიმე ასეთი ბალისტიკური რაკეტა საბოლოო ჯამში ჩავარდა ისრაელის ტერიტორიაზე, დაეცა და გარკვეულ მიზნებს მიარტყა იმ ირანმა იმ კუთხით, რომ არ ვიცით რამდენად მაგას უმიზდებდა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გარკვეული ზიანი მიაყენეს ისრაელს. ეს რა თქმა უნდა იმას ნიშნავს, რომ ზოგადად სააერო თავდაცვის სისტემები არ არსებობს 100%-იანი, მით უმეტეს როცა გადატვირთული არის სააერო თავდაცვის სისტემები. ზუსტად ამის შეწუხება არის ახლა ისრაელში ამისადმი იმ მხრივ, რომ ხდება განახლება ბალისტიკური პროგრამის და გარკვეულწილად ირანი ახლა იაზრებს, რომ საჭირო არის კიდევ უფრო გადატვირთვა ომის პროცესში ისრაელთან მათი თავდაცვის მთელი სისტემის. ამ მიზნით ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან შეწუხებული არიან ისრაელში მზარდი რაოდენობით ბალისტიკური რაკეტების და ეს წვრთნებიც, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა, ამის მანიშნებელი არის, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯებს დგამენ. საერთოდ წვრთნებიც კი განიხილებოდა როგორც შესაძლო თავდასხმის პერიოდი ირანის მიერ, იმიტომ რომ რეალურად თუ წვრთნების გარეშე გამოიყვან ამ ბალისტიკურ შენს შეიარაღებას და დააპირებ თავდასხმას, მაშინ ძალიან მარტივად ამას დაადგენს ისრაელი, იმიტომ რომ აკვირდება სპეციალური დაზვერვის მექანიზმების მეშვეობით. მაგრამ თუ წვრთნების დროს გააკეთებ ამას, რეალურად შეიძლება არც თუ ისე მომზადებული აღმოჩნდეს ისრაელი ამ თავდასხმისთვის. გარდა ამისა, ისრაელში ძალიან შეწუხებული არიან ირანის შეიარაღებული ძალების პოტენციალის განახლებით და აღდგენით. კერძოდ, ჩინეთის მიმართულებით მიმდინარეობს ძალიან აქტიური ვაჭრობა და ურთიერთობები, ესე იგი, შეიარაღებული ძალების და სამხედრო მიმართულებით. პირველ რიგში, ჩინეთი აწვდის დიდი რაოდენობით ახლა ირანს იმ ნივთიერებებს, ქიმიურს, საწვავს, ასე ვთქვათ, მაგრამ სპეციფიკური საწვავი არის, რა თქმა უნდა, ბენზინზე არ არის საუბარი, რომელიც ჭირდება მათ აი ამ ბალისტიკური რაკეტებისთვის, რომ მასშტაბურად, ესე იგი, გაზარდონ ბალისტიკური რაკეტების რაოდენობა. და რამდენიმე კვირის წინ შეერთებული შტატებმა სპეცოპერაციაც გამართეს, რომლის შედეგადაც შრი-ლანკასთან აღმოჩენილია ხომალდი გემი, რომელზეც ძალიან დიდი რაოდენობით აი ეს ქიმიური ნივთიერებები იყო ჩინეთიდან ირანში მიმავალი ბალისტიკური რაკეტებისთვის. ჩამოართვეს ეს ყველა ქიმიური ნივთიერება და ისე გაუშვეს ეს გემი.
ამერიკელებმა. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ საბრძოლო მოქმედებების დროს რეალურად ივნისში რაც გაიმართა, საჰაერო თავდაცვის სისტემები ირანის პრაქტიკულად მარტივად იქნა განადგურებული იმ პერიოდში, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ანუ აი 12 დღეში და პირველივე დღეებში მთლიანად გაანეიტრალეს საჰაერო თავდაცვა. მათი საჰაერო თავდაცვა მთლიანად იყო რუსული წარმოშობის, მაგრამ ძველი. ესეც უნდა აღინიშნოს, არა ყველაზე მოწინავე, არ ვიცით ის მოწინავე რამდენად ეფექტურია ზოგადად, მაგრამ აქ საუბარია, რომ ეს ძველი მოდელები კიდევ უფრო წარუმატებელი აღმოჩნდნენ ნებისმიერი წინააღმდეგობის გაწევისთვის ისრაელული და ამერიკული ტექნიკისთვის, ტექნოლოგიებისთვის. ახლა საუბარია, რომ ჩინურ საჰაერო თავდაცვის სისტემებს ყიდულობს ირანი ძალიან აქტიურად. და ისრაელში ამას ითვალისწინებენ, რომ ნებისმიერი ახალი ომის და კონფლიქტის დროს უკვე ექნებათ სერიოზული პრობლემა, რადგანაც არის ვარაუდი, რომ ჩინური იარაღი შეიძლება გაცილებით უფრო ძლიერი იყოს, ვიდრე რუსული. ამაზე ზუსტი პასუხი არ ვიცით და ებრაელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ როცა იქნება შემდეგი ომი ირანთან, გაარკვევენ თან ჩინეთთან ასე ვთქვათ, პოტენციალური ნებისმიერი დაპირისპირების ისრაელს არ გულისხმობ, ანუ დასავლური იარაღის და ჩინური იარაღის დაპირისპირების დროს ვინ გაიმარჯვებს, ამას გაარკვევენ მათ შორის ირანის მიმართულებით. თუმცა მთავარი პრობლემა რჩება არა ბალისტიკური რაკეტების რაოდენობის ზრდაში, ეგეც პრობლემაა, მაგრამ მთავარი პრობლემა არის ბირთვული პროგრამის განახლებაში. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული პროგრამა მნიშვნელოვნად დაზიანდა ისრაელის და შეერთებული შტატების ამ კამპანიის დროს, ანუ 12 დღიანი დარტყმების შედეგად, ირანის ნებარ სურვილი ურყევი რჩება, რომ განაახლოს ბირთვული პროგრამა და ბირთვული პროგრამაში ჩვენ გულისხმობთ რეალურად ბირთვული იარაღის შექმნის სურვილს და არა ასე იგი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და არა რეალურად მშვიდობიან ბირთვულ პროგრამას. მიუხედავად იმისა, რომ ირანი გვარწმუნებს, რომ მხოლოდ მშვიდობიანი ბირთვული პროგრამა აქვს, ამაში ყველას ეპარება ეჭვი თან ფაქტებით. მაგალითად, მშვიდობიანი ბირთვული პროგრამისთვის თუ საკმაოდ დაბალი გამდიდრების ურანი გჭირდება, ეს ბირთვული იარაღის შექმნისთვის გჭირდება 90%-იანი და იქ დაახლოებით 10%-იანი არის საჭირო. 90%-იანი გამდიდრებული ურანი გჭირდება ბირთვული იარაღი რო შექმნა. და ირანს აქვს ეს და ქონდა იმ პერიოდშიც 90%-იანი ბირთვული ურანი. და რაში ჭირდება 90%-იანი თუ ეს ამას არ საჭიროებს მშვიდობიანი პროგრამა. ეს კითხვა არის ძალიან აქტუალური და ამაზე პასუხი არ არსებობს. ამიტომ ახლა ჩვენ ხედავთ, რომ ერთდროულად აქტიურობა არის და ცდილობს ირანი განაახლოს ბირთვული პროგრამა, განაახლოს ასეთი მშენებლობა ბირთვული ობიექტების და შესაძლოა მათ შორის იყენებდეს ამას ამ თავისი ბირთვული ბალისტიკური პროგრამების ფარგლებშიც. რატომ? ბირთვული იარაღი თავისთავად არაფერს არ წარმოადგენს, თუ მას არ აქვს მიწოდების საშუალება, ანუ ბალისტიკური ჭურვების პროგრამა. ბალისტიკურ ჭურვში თუ ჩადეს ეს ბირთვული იარაღი, როგორც გითხარით, რომ რამდენიმე ბალისტიკური ჭურვი დაეცა ისრაელზე ომის დროს, თუ რომელიმეში იქნებოდა ბირთვული შემადგენელი, აგერ შენ ბირთვული სრულფასოვანი დარტყმა ისრაელზე, რომელიც გამოიწვევდა მინიმუმ ნაწილობრივ ისრაელის სახელმწიფოს განადგურებას, იმიტომ ძალიან პატარა არის ზოგადად ისრაელი და თუ ბირთვული შემადგენელი იქნება ძლიერი, პრაქტიკულად ნაწილობრივ ან მთლიანად შეიძლება გაანადგუროს ისრაელი როგორც სახელმწიფო. ამიტომ ეს ეგზისტენციალური საფრთხე არის ზოგადად ისრაელისთვის და ებრაელებისთვის და რეალური საფრთხე არის და არა თეორიული, ამიტომაც ცდილობენ ამას ებრძოლონ. ხო და ახლა დღის წესრიგში დგას ის, რომ ერთი მხრივ ირანი ცდილობს ძალების აღდგენას, ბირთვული პროგრამის აღდგენას, ბალისტიკური პროგრამის აღდგენას, საჰაერო თავდაცვის შეძენას ჩინეთიდან და საკუთარი მოკავშირეების გაძლიერებას, იქნება ეს ჰეზბოლაჰი ლიბანში, იქნება ეს ჰამასთან ურთიერთობები, იქნება ეს სირიაში უჭირს, რა თქმა უნდა, თურქეთის გავლენების ფონზე, რაზეც წინა ჩვენს გადაცემაში ვისაუბრეთ.
იემენში, რა თქმა უნდა, ცოტა უკეთ აქვს ვითარება ჰუსიტების მიმართულებით, თუმცა იქაური სარგებელი ზოგადად პირდაპირ არ არის ისრაელის მიმართულებით, ამიტომ თუ ამ ყველაფერს შევაჯამებთ, ისრაელში არის სერიოზული განხილვა იმისა, რომ უახლოეს პერიოდშია საჭირო ომის განახლება, ანუ მორიგი ფაზის დარტყმების ორგანიზება ირანის წინააღმდეგ, ოღონდ უკვე უფრო რთულ ვითარებაში, ამას თვითონაც აღნიშნავენ, იმიტომ რომ უკვე ჩინური სააერო თავდაცვის სისტემები იქ არის. უახლოეს დღეებში იგეგმება ბენიამინ ნეტანიაჰუს, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეერთებულ შტატებში, სადაც უნდა შეხვდეს დონალდ ტრამპს და განიხილოს სავარაუდოდ ირანზე ახალი ან ერთობლივი ან ცალმხრივი თავდასხმის შესაძლებლობა და მიიღოს გარკვეული მხარდაჭერა შეერთებული შტატებისგან. შეგახსენებთ, რომ წინაზე, როცა ეს მოხდა, ასევე ირანის წინააღმდეგ, ასევე იყო ვიზიტი ნეთანიაჰუსი ვაშინგტონში, შეთანხმება ვაშინგტონთან ამ საკითხზე და შემდეგ ერთობლივად ეს განახორციელეს. ასე რომ ანალიტიკოსები განიხილავენ, რომ გარკვეულწილად გაგრძელება არის იგივე პოლიტიკის და იგივე მიდგომის და უნდა ველოდოთ გარკვეულ სიახლეებს უკვე უახლოეს დღეებში, როცა ნეტანიაჰუ ჩავა ვაშინგტონში და შეხვდება დონალდ ტრამპს ამ თემაზე. რა თქმა უნდა, ირანიც ძალიან აქტიურად აკვირდება, რომ ასეთი შესაძლებლობა არის და მიიღებს გარკვეულ ზომებს. უკვე შეგვიძლია თქვათ, რომ ამჯერად ეს ესეთი სიურპრიზი ნამდვილად არ იქნება, როგორიც იყო ივნისში, როდესაც ასეთი დარტყმები განახორციელეს ჯერ ისრაელმა და შემდეგ ერთობლივად ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა. ამრიგად, ჩვენი ანალიზი დღეს უნდა შევაჯამოთ და ვთქვათ, რომ ძალიან ცხელი ვითარება არის ახლო აღმოსავლეთში, ჩვენი წინა ანალიზებიც მაგაზე მეტყველებს და რა თქმა უნდა მოგიწოდებთ აუცილებლად უყუროთ ჩვენი წინა ანალიზიც მათ შორის სრულფასოვანი სურათის დანახვის მიზნით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, შეხვდებით შემდეგ გადაცემებში.